გამარჯობა, მე ნათია კობერიძე ვარ და ვიტ საქართველოს გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრიდან მოგესალმებით. საქართველოს დიპლომატიური იზოლაცია გრძელდება, რა პერსპექტივა აქვს კავკასიის შუა და ერეფანს ჩვენს გარეშე და რას ფიქრობენ ამ მდგომარეობაზე ქართველები? გიამბობთ ვარშავის სტუდიიდან. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოს შემდეგ ერევანში ჩავიდა და სომხეთის ევროპული დახმარების მხარდასაჭერი გეგმაც ჩაიტანა. ევროპული დიპლომატიის წელს მეორე სტრატეგიული ვიზიტი ჩვენს რეგიონში ამავე დროს ხაზს უსვამს საქართველოს დიპლომატიურ იზოლაციას. ფონ დერ ლაიენის ჩასვლის მთავარი მიზანი რეგიონული დაკავშირებადობის შუა და ერეფნის განვითარებაა. ასევე ცნობილი გახდა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმისკენ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მალე ერევანში ევროკავშირის მისია ჩავა, რომელიც ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს შეაფასებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ბაზრის ჩაკეტვის საპირწონედ ევროკავშირი სომხეთს ერთიან ევროპულ ბაზარზე წვდომას შესთავაზებს და რუსული ემბარგოსგან დასაცავად საფინანსო დახმარებასაც გამოუყოფს. ვიცი, სომხეთი რუსეთის მხრიდან კვლავ აწყდება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზეწოლას, მაგრამ დარწმუნებული იყავით, როდესაც ჩვენს პარტნიორებზე ზეწოლა იზრდება, ევროკავშირი მათ გვერდით დგას და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადებაც მაქვს. პირველი, უახლოეს პერიოდში სომხეთი დამატებით 18 მილიონს ევროს მიიღებს, რაც თქვენი ვაჭრობის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციას მოხმარდება. მეორე, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ მივდივართ, წარმოადგენთ წინადადებას ეგრეთ წოდებულ ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ. ეს ზომები ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის თითქმის 80%-ს გაათავისუფლებს სავაჭრო ბარიერებისგან. ეს საშუალებას მოგცემს ის პროდუქცია, რომელიც დღეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, ევროკავშირის 450 მილიონიან ერთიან ბაზარზე გადავამისამართოთ. ამ გადაწყვეტილებით ევროპული ბაზარი გაიხსნება სომხეთის ახალი ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეული პროდუქციის თითქმის 99%-ისთვის, რომელიც აქამდე ძირითადად რუსეთში გადიოდა ექსპორტზე. Այսօր մեր հանդիպումը վերահաստատեց, որ եվրոպական Քալբատոնო პრეზიდენტო დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია. ფრაზა სომხეთი და ევროკავშირი ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც არასდროს, ხეთი დღეს სულ უფრო მეტად მატერიალიზდება და იძენს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ პრაქტიკულ ეკონომიკურ გამოყენებას. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ განვიხილეთ სომხეთის წინაშე მდგარი ეკონომიკური დივერსიფიკაცია და ამ კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმების მუშაობაზე ერთობლივი მუშაობა. კერძოდ, მსურს მადლობა გადაუხადო ევროკავშირს საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით გამოყოფილი 52 მილიონი ევროსთვის. იმ იმედით, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით უწყვეტი იქნება. ისრაელის მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი სომეხთა გენოციდის ოფიციალურ აღიარებას საგარეო საქმეთა მინისტრ გიდონ საარის მიერ წარდგენილი რეზოლუციის საფუძველზე. მინისტრმა გადაწყვეტილება მორალური ვალდებულებითა და ოსმალეთის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს 1.5 მილიონი სომეხის მასობრივი მკვლელობის ფაქტის აღიარების აუცილებლობით ახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ათწლეულების განმავლობაში თურქეთთან ურთიერთობის სტრატეგიული მოტივებით თავს არიდებდა ამ ნაბიჯს. ეს გადაწყვეტილება გახდა პირდაპირი პოლიტიკური პასუხი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ანტიისრაელურ რიტორიკაზე. ისრაელის პასუხად კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა თავი შეიკავონ სომეხთა ეროვნული ტრაგედიის გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენებისგან. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყოველთვის გვავიწყდება. ისრაელის მხრიდან აღიარება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად დისკუსია ისრაელში. ნებისმიერი დისკუსია ხომ ნიშნავს სტატიებს პრესაში, საზოგადოებრივ დისკურსს, ინტელექტუალების ასთა გაზიარებას და კამათს. ეს არის თემის აქტუალიზაცია და მისი განახლება. ჩვენ კი დღეს ვცხოვრობთ საინფორმაციო საზოგადოებაში, სადაც თემები ერთ დღეში დაკვდება. ევროკავშირის პრეზიდენტის უკვე მეორე მაღალი დონის ვიზიტის შესახებ რეგიონში, როდესაც საქართველოს პროცესებიდან კვლავ გამოთიშულია, ვკითხოთ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარ ზაზა შენგელიას, რომელიც თბილისიდან შემოგვიერთდება. ზაზა, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ გამოძებნეთ ჩვენთვის დრო. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის მაღალი დონის დიპლომატიური ვიზიტები გრძელდება. ამჯერად ევროკავშირის წარმომადგენლები აზერბაიჯანში ჩავიდნენ, მაგრამ არავინ ჩამოდის საქართველოში, თუმცა მათ არც არავინ ეპატიჟებიან იქ. როგორ აუვლიან გვერდ საქართველოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როდესაც ამ შუა ერეფნის ნაწილი მაინც არის ჩვენი ქვეყანა? მოგესალმებით, ნათია.
მართლაც საინტერესო კითხვა, ის სულ ახალი ამბავია, გუშინ 1 ივლისს ბაქოში იყო ჩასული ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და გაფართოების კომისარი მარტა კოსი, სადაც ბაქოში გაიმართა უმაღლეს დონეზე შეხვედრები და განხილვის საგანი ზუსტად ის იყო, რაზეც თქვენ საუბრეთ თქვენს კითხვაში, ანუ დაკავშირებადობის განვითარება ევროკავშირსა და ამ შემთხვევაში ჩვენს რეგიონს შორის და იმასაც, რასაც ეს ყველაფერი გულისხმობს, რა თქმა უნდა, უფრო გლობალურ კონტექსტში. საინტერესოა, რაზე იყო აქ ლაპარაკი, ხო, სანამ უშუალოდ იმ კითხვაზე გიპასუხებთ, რაც თქვენ დასვით, ანუ ამაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ზუსტად აი ესეთ კონკრეტულ ამბავზე იყო საუბარი ბაქოში გუშინ, რა თქმა უნდა, რაც ოფიციალურ ნაწილში გამოქვეყნდა და საუბარი რაზე? საუბარი არის ევროკავშირის დაკავშირებადობის განვითარებაზე აზერბაიჯანთან და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი რა თქმა უნდა მოიაზრება როგორც რეგიონული ჰაბი ზოგადად ამ რეგიონული დაკავშირებადობის და ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ჩვენთვის პირველ რიგში რა თქმა უნდა საყურადღებო ის არის, რომ რაც არ უნდა შეიძლება ზოგისთვის გასაკვირი იყოს და ალბათ ყველასთვის უფრო საწყენი მიზეზების ძიება ცალკე თემაა, რა თქმა უნდა. ამ დიალოგში საქართველოზე საუბარი არ ყოფილა. ამ დიალოგში საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკავშირი უკვე მზად არის, ანუ ბაქოში ეს ვიზიტი ჩავიდა, ეს დელეგაცია ჩავიდა უკვე კონკრეტული ბერკეტებით, ანუ უკვე არის გამზადებული, გამოყოფილი 200 მილიონი ევრო, რომელიც მოხმარდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აი ამ შვიდობიანი ურთიერთობების განმტკიცებას და ასევე მოყვება 2 მილიარდი ევროიანი პოტენციური ინვესტირების პაკეტი, რომელიც ასევე აი ამ საქმეს მოხმარდება და საუბარია იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირმა ისე დავწუროთ, ბევრი დრო არ გვაქვს ასაუბროთ, მაგრამ დავწუროთ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულად ზრუნავს უკვე იმაზე, რომ შექმნას ახალი, უпроსტად გამოიყენოს ეს ახალი შესაძლებლობა, რომელიც რეგიონში შეიქმნა ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ და უკვე მზად არის, რომ მაგიდაზე კონკრეტული თანხა და სხვა რესურსები დაგოს. ზეზაზა, მე მინდა კითხოთ, ანუ რა გამოდის, რომ ევროკავშირს სომხეთის და აზერბაიჯანის შერიგება უფრო იოლ ამოცანად ესახება, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებასთან ვითარების გაუმჯობესება? საქართველოს შემთხვევაში ჩვენ გვქონდეს განსხვავებული სიტუაცია, დადებითი მხრივ, რა თქმა უნდა, ანუ არ იყოს ხიდი ჩატეხილი, არ იყოს საქართველოს მხრიდან აი ესეთი კატასტროფული ნაბიჯები გადადგმული, რომელსაც ვუყურებთ ბოლო 3 წელია პრაქტიკულად. რა თქმა უნდა, ასეთ რაღაცას გაცილებით, აი მაინც წარმოვიდგინოთ, გაცილებით მცირე ფორმატში შევესწრებოდეთ. ანუ ასეთი ინვესტირება ალტერნატიულ მარშრუტებში და ალტერნატიულ გზებში არ მოხდებოდა. ეს სერიოზულობა მოწმობს იმას, რომ პოზიტიური მოლოდინები საქართველოს მიმართ და იმ რეჟიმის მიმართ, იმ პოლიტიკური რეჟიმის მიმართ, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, არის აშკარად უარყოფა. და ევროკავშირი მზად არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური და სხვა რესურსები გამოიყენოს იმისთვის, რათა ალტერნატიული მარშრუტები განავითაროს. კიდევ ერთხელ, გეოგრაფია არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ნაპოლეონს მიაწერენ ამ სიტყვას, მაგრამ ზოგადად გეოგრაფია ბედის წერაო ამბობენ, მაგრამ საქართველოს გეოგრაფია არ არის ისეთი ექსკლუზიური, რომელიც იმის ფუფუნებას მოგცემს, რომელ ფუფუნებაშიც რატომღაც მიგვაჩნდა, რომ შეგვეძლო ცხოვრება ბევრი წლის განმავლობაში და ამ მოცემულობას საფრთხე არ შეექმნა. დიახ, ზაზა, მაგრამ გეოგრაფია, როგორც ბედის წერა, უპირატესობასაც შეიძლება გულისხმობდეს. ჩვენი შავი ზღვის პორტები ალტერნატივაა და საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, უმრავლესობას, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოება უნდა, აქვს შიში. ერთგვარი, რომ შუა დერეფნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო, ქართული ოცნება მოახერხებს ევროკავშირის დაყოლიებას, აღიარონ და მიიღონ ახლანდელი ავტორიტარული რეალობა. საქმე რა შეიცით, ანუ აქ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე რაღაც ისეთი რადიკალური არჩევანი მოხდება და ვთქვათ საქართველოსთან გადაერთვება ზოგადად დასავლეთი და ევროკავშირი რაღაც ალტერნატიულ მარშრუტზე. ამას არ ნიშნავს ეს. უბრალოდ
დღევანდელ მოცემულობაში ჩვენ ვადევნებთ თვალს ისეთ სიტუაციას, რომელშიც ვითარდება ალტერნატიული მარშრუტები. საქართველოს გეოპოლიტიკურად იყო მიჩვეული და ამ დღესდღეობით ასეთ რჩება, მაგალითად აზერბაიჯანისთვის ვართ დღევანდელი და ხვალინდელი მდგომარეობითაც შეიძლება ითქვას უმნიშვნელოვანესი ერთადერთი გასავალი მათი საექსპორტო აქტივობისთვის და საექსპორტო შემოსავალი არის აზერბაიჯანისთვის გადამწყვეტი და ამ კონტექსტში რა თქმა უნდა არ იქნება არა განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ ის მოცემულობა, როცა საქართველოს იყო ექსკლუზიური დერეფანი, ასე ვთქვათ, მათ შორის შუა დერეფანის კონტექსტშიც, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე და ჩვენ როგორც კვლევითი ორგანიზაცია, მაგალითად, ბევრ უამრავ დოკუმენტში ვსაუბრობდით იმის შესახებ, როცა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ვესაუბრებით, რომ ირანის და რუსეთისგან დამოუკიდებელი ერთადერთი დერეფანი ვართ და ეს იყო ჩვენთვის, ზოგადად ქართული დიპლომატიისთვის დიდი ხნის განმავლობაში სერიოზული, ასე ვთქვათ, კოზირი, რომელიც ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვეგონა, რომ ხელში გვეჭირა. უბრალოდ საქართველოს აღარ იქნება ერთადერთი დერეფანი და იმ მოცემულობაში, როცა საქართველოს აღარ იქნება ერთადერთი დერეფანი, რა თქმა უნდა, შეიცვლება საქართველოს მიმართაც დამოკიდებულება, იმიტომ რომ თავისთავად წონა და მნიშვნელობა ქვეყნის შემცირდება. დიახ, ზაზა და ბოლოს მინდა კითხოთ, არის თუ არა დაკავშირებადობის პროცესიდან საქართველოს იზოლირება ის პოლიტიკური ბერკეტი, რომელსაც ევროკავშირი ქართული ოცნების წინააღმდეგ იყენებს და პრინციპში რასაც ქართული საზოგადოება 2024 წლის ირაკლი კობახიძის იმ განცხადების შემდეგ ელის და არის თუ არა ეს საკმარისი ბერკეტი? ჩვენ უყურებთ იმ სიტუაციას, როცა ამ შემთხვევაში ევროკავშირი ემზადება ისეთი მდგომარეობისთვის, როცა შესაძლოა ალტერნატივით სარგებლობა მოუწიოთ მომავალში. და ამ სიტუაციისთვის ევროკავშირი ემზადება ზოგადად დასავლეთზე რო არ ვისაუბროთ ახლა, ზოგად კონტექსტში მთლიანად რეგიონისადმი ყურადღება და აქ მიმდინარე უფრო ფართო კონტექსტში ახლო აღმოსავლეთის ჩათრევით, ასე ვთქვათ, პროცესების გამომდინარე სხვა ამბავია, მაგრამ ეხლა კონკრეტულად ამ შემთხვევაში რახან ევროკავშირზე ვსაუბრობთ, სახეზეა სერიოზული უკვე სიტყვებიდან საქმეზე გადასვლა, როცა ევროკავშირი აგებს ალტერნატიულ გზებს და მზად არის ამაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია მოახდინოს. ის ფაქტი, რომ უმაღლესი დონის ვიზიტი ევროკავშირიდან ჩადის აზერბაიჯანში, ხდება ალიევს ეს ხალხი და ესაუბრება ყოველგვარი განსაკუთრებული წინაპირობების გარეშე, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმას, რომ არის სერიოზული ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტების განვითარებისადმი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა ვახსენოთ ასევე სომხეთს, რომელიც პირიქით მზად არის, კარი ღია აქვს და ერთი სული აქვს, ესე მარტივად რო ვთქვათ, როცა ეს პროექტები იქ ამოქმედდება. ამიტომ ჩვენ ვხედავთ ძალიან მძლავრ დინამიკას, რომელიც ვითარდება საქართველოს პარალელურად. ასევე 23 ივნისს იყო გამართული ახალი ინიციატივის ესეთი საინაუგურაციო შეხვედრა ბრუსელში, სადაც ასევე არ იყო წარმოდგენილი საქართველოს, იყვნენ ცენტრალური აზიის ქვეყნები, იყო სომხეთის წარმომადგენელი, იყო თურქეთის წარმომადგენელიც, მაგრამ საქართველოს იქ არ იყო. იყო მოლოდინი, რომ აი ამ ახალ ერთი კვირის შემდეგ გაიმართა ეს შეხვედრა უკვე ბაქოში და უკვე ამ კონტექსტში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოს ხსებ და აქაც არ იყო. აი სურათი უკვე სახეზეა, მე მგონი ყველასთვის, აი თვალი რო გადავავლოთ უბრალოდ რაც ხდება. რა თქმა უნდა, როცა პოლიტიკური ურთიერთობა არის გაწყვეტილი პრაქტიკულად და ძალიან გაუარესებული, ასეთ ინიციატივებში მონაწილეობა ძალიან რთული იქნება. და ამისთვის ბევრი ზარალი გვაქვს და ზიანი გვაქვს ასანაზღაურებელი დიახ, მადლობა ზაზა. ეს გახლდათ ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი ზაზა შენგელია. საქართველოს მოსახლეობა, რომლის 70%-ზე მეტი მძლავრი ანტიპროპაგანდის მიუხედავად ევროკავშირის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, უყურებს და აფასებს ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც საქართველოს გვერდის ავლით ვითარდება. სალომე ბოკუჩავა გაესაუბრა მოქალაქეებს თბილისის ქუჩებში. რა თქმა უნდა შემცირდა, მაგრამ ხა ჩემზე პირადად ესე ჩემზე ნაკლებად, მაგრამ ოჯახის წევრებზე, ვინც მუშაობს და ვინც ამ კვლევებში
პროექტებში არის ჩართული, რა თქმა უნდა, იგრძნობა ეს ყველაფერი. ნელ-ნელა ალბათ იხურება ყველა პროექტი. მე ესეთი განცდა მქონდა. ვისი ბრალია ჩვენი ეს? სიტუაციის ალბათ ქვეყანაში რაც არის იმის. საგარეო პოლიტიკის? რა თქმა უნდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ესეთ რაღაცა დღეში ჩავარდით იზოლაციაში ფაქტობრივად და სომხეთი უფრო არა ყველას რა თქმა უნდა კარგია ეს მათი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ რაღაცა მგონია რომ ცოტა უკან ვიწევთ ყველანაირად. ეხლა უნდა გავჩერდეთ, როცა მსოფლიოს ცეცხლი უკიდია და არ ვიცით რას გვიმზადებენ, მე ვფიქრობ, რომ ცოტა ჭკვიანად უნდა ვიყეთ. რას ნიშნავს ჭკვიანად ყოფნა ხალხთან? მე მგონი დაკვირვების ქვეშ უნდა ვიყეთ, იმიტომ რომ გვეუბნებიან პეტრეს და წლების შემდეგ აღმოჩნდება ივანე. ამიტომ ცოტა ფრთხილად. საგარეო პოლიტიკას გულისხმობ? საგარეო და გინდა საშინაო. უფასო ფული სათაგურშია საყვარელო. უფასო და არავინ არაფერს არ გაძლევს. ესეთი დამოკიდებულება რო აქვს ქართველებს ევროპის მიმართ, რომ ქრისტიანობას წაართმევენ მაგალითად და ესეთი განწყობა რო აქვს, როცა ვაფშე არ არის ეგ სიმართლე და პირიქით, რავი, ევროპელების ძალიან დიდი ნაწილი ქრისტიანი და კათოლიკია და როგორ იქცევიან და უფრო აი რუსეთამდაც ხო კავშირის დაჭერა და ანუ ის რაღაცებს აკეთებენ, რომ აი მართლა არ ვიცი. სამდე უფრო მეტი ევროპელი ჩამოდიოდა ხოლმე, ვიდრე ახლა უფრო აზიიდან ჩამოდის ხალხი ისე მეტი აღარ არის ისე. ამის მიზეზი ჩემი აზრით მთავრობაში უფრო რაღაც ცვლილება არის რა. ანუ მე მგონი აღარ არის ისეთი დამოუკიდებელი საქართველო როგორც იყო და რუსეთს აქვს ამაზე ჩემი აზრით დიდი გავლენა. ევროპული პროექტები საქართველოში კარგ მომავალს მოიტანა ჩემი აზრით. ამის ბრალი არის ინიციატივა არ ჩანს მთავრობიდან. რომ რა მოხდეს? რომ ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს და ხალხმა ჩემისთანა ხალხმა მიიღოს მონაწილეობა. რუსეთმა წუხალ უკრაინა ისევ დაბომბა და სულ მცირე 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 86-ზე მეტი. ავიაიერიშისაც კრემლმა გამოიყენა 74-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 700-მდე დრონი. კომბინირებული თავდასხმა 11 საათი გაგრძელდა. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ 40 რაკეტის და 600 დრონის განადგურება შეძლო და საპასუხოდ ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში. უკრაინული დრონების სამიზნე მხოლოდ სამხედრო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. შედეგად, კიევისგან განსხვავებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მსხვერპლის შესახებ არაფერი განუცხადებია, რომელიც თავის მხრივ ასევე აღიარებს, რომ ასობით უკრაინული დრონის შეტევა რუსეთის 19 რეგიონს და ყირიმის ნახევარკუნძულს შეეხო. დღეს ამით ვასრულებთ და ელოდეთ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ქართულ პროგრამას ვარშავიდან ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. გვჯერა რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალია. ნახვამდის.